მოგესალმებით ლომებო, დღევანდელი გამოშვების სპონსორი არის აბჯარი, უმაღლესი ხარისხის ტაქტიკური აღჭურვილობა. დღეს მე მინდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის იარაღების კლასიფიცირება. კი ბევრი იტყვის, რომ შეგვიძლია გავყო პისტოლეტი, რევოლვერი, გლუვლულიანი, ხრახნიანი და სნაიპერული შაშხანები, მაგრამ ისევ ვიტყვი, რომ გამომდინარე კონსტრუქციის, მე მინდა გავყო ორ დიდ კლასიფიცირებად. ეს არის გლუვლულიანი და ეს არის ხრახნიანი. მოდით დავიწყოთ ჩვენთვის უფრო ნაცნობი გლუვლულიანი იარაღი. პირველ რიგში რაც მე მინდა აღვნიშნო, რომ გლუვლულიანი იარაღი დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის ისტორია. პირველად არაბების მიერ მე-13 საუკუნეში იყო შექმნილი და უпростоრად გადაკეთებული არბალეტი, ისე რომ დენთის აფეთქების მეშვეობით ისროდა ნისარს. სახელწოდება არკებუზა. ძირითადი დახასიათება, რომელიც მე მინდა მივცე გლუვლულიანი იარაღს, პირველ რიგში ეს არის ლულის გლუვის შიდა პირი, მეორე ეს არის ვაზნა, რადგანაც არსებობს კარტეჯი, ეს არის მცირე ბრალი ტყვიები, ასევე არსებობს მასიური ტყვია გიჩისებული ფორმის. მანძილი გამოყენების არის მცირე ან საშუალო, ეს არის 50 ან 100 მეტრა. გამოყენების არეალი, ეს არის პირველ რიგში სანადირო მიმართულება. ეს არის პოლიცია ხმარობს ასევე აქტიურად ამერიკაში, ეს არის ვინჩესტერ 1300 და რემინგტონ 870 და ეს არის თავდაცვა. პოპულარული გლუვლულიანი იარაღები, ეს არის 34 ძალიან პოპულარული ძველ საბჭოთა კავშირის სივრცეში, ასევე მე მინდა აღვნიშნო ბენელი M4 I-27. გლუვლულიანმა იარაღმა აჩვენა თავისი ეფექტურობა სანადიროდ. ეხლა მინდა გადავიდე ხრახნიან ცეცხლსასროლ იარაღზე. რას წარმოადგენს ხრახნიანი იარაღი, რითი განსხვავდება, რა უპირატესობა აქვს და როდის იყო შექმნილი და რა განვითარება მიიღო დღევანდელ საბრძოლო ველზე. ხრახნულიანი იარაღის პროტოტიპი იყო შექმნილი 1498 წელს გერმანიაში, მაგრამ ხანძლივი პერიოდი ვერ პოულობდა თავის გამოყენების არეალს, რადგანაც ითხოვდა საკმაოდ დიდ დროს გადატენვის პროცესი. და მხოლოდ 1832 წელს ბერნერის მიერ ბრაუნშვეიგში, ეს არის გერმანია, იყო შექმნილი წარმატებული მაგალითი ხრახნულიან იარაღის, ეს იყო მუშკეტი. ძირითადი მახასიათებლები ხრახნულიან იარაღის. პირველი და ძირითადი არის ის, რომ ლულას აქვს შიგნით ხრახნიანი არხები. მეორე ეს არის ვაზნები, აქვს ერთეული ვაზნები, განსხვავებით გლუვლულიანისგან, რომელსაც აქვს კარტეჯი. შემდეგი ხრახნულიანი იარაღის მახასიათებელი ეს არის გამოყენების არეალი. გამომდინარე მეტად დიდი სიზუსტის, სროლის ეფექტური მანძილის, ხრახნულიანი იარაღი გამოიყენება როგორც სნაიპერული, გამოიყენება ზუსტ სპორტულ სროლაში, გამოიყენება სამხედრო მიმართულებით და ასევე გამოიყენება სანადიროდ შორ მანძილზე, ეს არის საუბარი 500-1500 მეტრაზე. ყველაზე წარმატებული მაგალითები ხრახნულიანი იარაღის ეს არის კალაშნიკოვი, ავიღოთ AK-47, შეგვიძლია AKM, AKS, ეს არის M16 და მისი კარაბინი M4, ეს არის Barrett 82 Steyr HS. მოდით შევადაროთ ხრახნულიანი და გლუვლულიანი იარაღი. პირველი რითაც შევადარებთ, ეს არის სიზუსტე და ამ მაჩვენებელში დიდი უპირატესობა აქვს ხრახნულიან იარაღს. ეს არის გამომდინარე კონსტრუქციის ხრახნულიან იარაღში ტყვიას ხრახნები ატრიალებს, აძლევს ძალიან მაღალ სიჩქარეს და მაღალ სიზუსტებს. გამომდინარე გლუვლულიანი კონსტრუქციის ტყვის მოძრაობის ტრაექტორია განსხვავდება, ამიტომ სიზუსტეც აქვს ნაკლები. გლუვლულიანი იარაღი არის ეფექტური მხოლოდ მცირე ან საშუალო მანძილზე. შემდეგი ეს არის ვაზნები. გლუვლულიან იარაღს აქვს კარტეჯი ან მასიური ტყვია. ხრახნულიანს აქვს ერთეული ტყვია. რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? გლუვლულიანი იარაღი არის ეფექტური მოკლე მანძილის გამოყენების არეალი, ეს არის სანადირო მიმართულება, ასევე სპორტული სროლა, მცირე ან საშუალო მანძილზე, ეს არის საუბარი 50-100 მეტრაზე. ხრახნულიანი იარაღის გამოყენების არეალი, გამომდინარე მაღალი სიზუსტის და გრძელი ეფექტური მანძილის, აქვს საკმაოდ ფართე გამოყენების არეალი. პირველ რიგში ხრახნულიანი იარაღი გამოიყენება სამხედრო მიმართულებით, მოიყენება როგორც სნაიპერულ სროლაში, ასევე სროლაში საშუალო მანძილზე. დასკვნა, ხრახნულიანი იარაღები არის ბევრად უფრო ზუსტი, არის ბევრად უფრო ეფექტური შორ მანძილზე, მაგრამ გლუვლულიანი იარაღები დღემდე რჩება აქტუალური სანადირო მიმართულებით. ეს იყო
მიმოხილვა იარაღების კლასიფიცირების, თუ თქვენ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, დაალაიქეთ და აუცილებლად გაიზიარეთ. ასევე დამიწერეთ კომენტარებში თუ რა საკითხის განხილვა გსურთ შემდეგ ვიდეორგოლებში.